მოგესალმებით. დღეს შემოგთავაზებთ IPsec VPN-ის კონფიგურაციას. ჩვენს ტოპოლოგიაზე მოწყობილია ორი რაუტერი, ორი სვიჩი, ორი კომპიუტერი. წინასწარ გამზადებული მაქვს თქვენთვის ტოპოლოგიის სქემა, სად რა ქსელი უნდა ავწეროთ, iPixel-ზეა საუბარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონფიგურაციის დროს მე გამოვიყენებ სტატიკურ მარშრუტიზირებას, რომელიც განიხილავს მარცხენა ქსელიდან PC0-ის ქსელიდან PC1-ის ქსელის სტატიკურ მარშრუტიზირებას. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ კონფიგურაცია ისე, რომ ნატირება აწიოთ რაუტერებზე, სტატიკური ან დინამიური ნატირება, ან უბრალოდ ნულოვანი მარშრუტი გაწეროს ორივე რაუტერზე უცნობი ქსელების მიმართულებით. ეს თქვენი არჩევანია. მე ახლა არ გავართულებ ვიდეოს, იმიტომ რომ მინდა ძირითადი აქცენტი გავაკეთო პირდაპირ IPsec VPN-ის კონფიგურაციაზე. თითოეულ ხაზს, რომელსაც მე ჩავსვავ ტერმინალში, რა თქმა უნდა, დეტალურად აღიხსენებთ და განვიხილავ, რისთვის გამოიყენება ეს ხაზი. დავიწყოთ ახლა რაუტერების კონფიგურაცია, სტანდარტული კონფიგურაცია, ეს რა თქმა უნდა აუცილებელია. ავტო კონფიგურაციაზე უარი enable configure terminal და დავიწყოთ ინტერფეისების ჩართვა, რა თქმა უნდა, ხვდებით, რომ არანაირი სხვა პროტოკოლი არ ჩაითვალა, თუ რაუტერების შეერთებული ინტერფეისები არ არის IP კონფიგურირებული და ისინი არ იქნება ჩართული. ვიცით, რომ დეფაულტად რაუტერის კონფიგურაცია ფაქტიურად ცარიელია. შევიდეთ მარცხენა რაუტერის გარე ინტერფეისზე, ეს არის გიგაბიტი 000 და დავნიშნოთ IP მისამართი. ინტერფეის გიგაბიტ 000, IP address 203.0.113 და 1. თავისივე მასკით, რა თქმა უნდა. ისე გავაკეთებ, რომ ბრძანება მთლიანად ხაზზე შესტამაში არ შეგიყო, ხაზი მთლიანად ჩანდეს, რომ შესტამაში არ შეხვიდეთ. IP მისამართი დავნიშნეთ, ჩავრთოთ ინტერფეისი, no shutdown-ის ბრძანება. როგორც ხედავთ, ინტერფეისი კი ჩავრთე, მაგრამ წითელი დარჩა, ეს იმის ბრალია, რომ მისი ფიზიკური მეზობელი მარჯვენა რაუტერის გიგაბიტი 000 ჯერჯერობით ჩართული არა და შესაბამისად ეს ინტერფეისის ჩართვის შემდეგ ისევ გამოირთო. გამოვიდეთ ახლა ამ გარე ინტერფეისზე, თუმცა შეგვიძლია აქედანვე გადავიდეთ შემდეგ ინტერფეისზე, მაგრამ ვიდეოს კარგი პრეზენტერებისთვის მე გამოვალ კონფიგურაციის დონეზე და შევალ უკვე მარცხენა რაუტერის შიდა ინტერფეისზე. ინტერფეის გიგაბიტ 001 IP address 192.168.1.1 დავწეროთ მასკაც. ჩავრთოთ ინტერფეისი, do right, შიდა ინტერფეისი რა თქმა უნდა ჩაირთო. გაითვალისწინეთ, რომ ეს IP მისამართი, რომელიც მარცხენა რაუტერის შიდა ინტერფეისზე გავწერე, იქნება ჩვენი მარცხენა ოფისის default gateway. აქ სხვა ვილანები აღწერილი არ მაქვს და შესაბამისად აქ გვჭირდება საბინტერფეისების შექმნა და ენკაპსულაციის გაკეთება ვილანებისთვის. გავაგზავნოთ კონფიგურაცია, შევინახოთ ამ რაუტერის კონფიგურაცია. ეხლა კომპიუტერსაც დავუნიშნოთ შესაბამისი საბნეტის მისამართი უნდა იყოს უნიკალური 192.168.1.2, მისი მასკა არის 24 ბიტიანი, 192.168.1.1 და ჩვენი დანიშნულება არის პირველ რიგში ის, რომ დავწუნდეთ, რომ ეს კომპიუტერი ხედავს თავის default gateway-ს და რა თქმა უნდა შედეგი არის successful, შეგვიძლია უკვე გავაგრძელოთ მუშაობა. დავიწყოთ მეორე რაუტერის კონფიგურაცია. ავტო კონფიგურაციაზე უარი enable configure terminal, გადავიდეთ გლობალური კონფიგურაციის დონეზე, დავიწყოთ მარჯვენა რაუტერის გარე ინტერფეისის კონფიგურაცია. ინტერფეის გიგაბიტ 000, IP address 192.168.1.2, 255.255.255.0. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გარე ინტერფეისზე არის ხოლმე 30 ბიტიანი მასკა, ეხლა უბრალოდ რომ არ გავართულო კონფიგურაცია, პირდაპირ 24 ბიტიან მასკას ვაკეთებ. No shutdown-ს როგორც გავწერთ, ის ინტერფეისი მარცხენა რაუტერის, რომელიც აქამდე გამორთული იყო, მეზობელთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩაირთო. გარე ქსელი დავაკონფიგურირეთ, ეხლა შევიდეთ მარჯვენა რაუტერის შიდა ინტერფეისზე, ინტერფეის გიგაბიტ 001 IP address 192.168.2.1, ეს იქნება მარჯვენა ოფისის default gateway, აქაც იგივე ვარიანტია ვილანები არ მაქვს და საბინტერფეისების გაწერა არ მჭირდება.
no shutdown, do write. ეს მარჯვენა კომპიუტერის დავაკონფიგურიროთ 192, 168, 2, 192, 168, 2, 1. ეს არის, რაც გამოდა, როგორც გითხარით, როუტერის შიდა ინტერფეისის IP მისამართი. შევამოწმოთ ახლა მარჯვენა ოფისის default gateway-სთან კავშირიც, ყველაფერი რიგზია, პაკეტმა გაიარა. ახლა ვიდრე IPsec VPN-ის კონფიგურაციას დავიწყებთ, გავწეროთ სტატიკური მარშრუტი მარცხენა და მარჯვენა ქსელებს შორის. შევიდეთ მარცხენა როუტერში. Exit. კონფიგურაციის დონეზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა. IP route 192, 168, 2, 0. თავისივე მასკით და მარცხენა როუტერმა რომ ეს ქსელი 2 ქსელი მიაწოდოს თავის შიდა ქსელს, ამისთვის უნდა მოსთხოვოს ეს ქსელი მის ფიზიკურ მეზობელს, ეს არის მარჯვენა როუტერის გიგაბიტი 000, რომლის მისამართი არის 203 0 113 2. Do right, ახლა სტატიკური მარშრუტი, რა თქმა უნდა, გამზადებულია. ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მარჯვენა როუტერის სტატიკური მარშრუტიზირებაც. კი ბატონო, exit. IP route 192, 168, 1, 0, 255, 255, 0 და gateway ამ მარშრუტისთვის იქნება მარცხენა როუტერის გარე ინტერფეისი 203 0 113 და 1. Do right. რადგან ინტერფეისები უკვე კონფიგურირებულია, სტატიკური მარშრუტებიც გაწერილია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეიძლება და რა თქმა უნდა, ალბათ უფრო ხშირად ნატირებას გამოიყენებთ თქვენ ინტერნეტ სივრცეში გასასვლელად, და დინამიურ მარშრუტიზირებას გამოიყენებთ. ახლა მე ჩავთე სტატიკური მარშრუტი მარჯვენა და მარცხენა ოფისებს შორის და შევამოწმოთ ეს კომპიუტერები ახლა ხედავენ თუ არა ერთმანეთს, გავპინგოთ PC0-დან PC1, რა თქმა უნდა, პაკეტმა გაიარა და ახლა შეგვიძლია უკვე IPsec VPN-ის კონფიგურაცია. დავიწყოთ ჩვენ, რა თქმა უნდა, მარცხენა რაუტერიდან და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ ჯერ განვიხილოთ რომ ჩვენ IPsec VPN-ის კონფიგურაციის დროს გვაქვს ორი ფაზა. პირველი ფაზის დროს ხდება უსაფრთხოების დაყენება, როდესაც რითიც უნდა მოხდეს უსაფრთხოების გასაღებების გადაცემა. აქ გამოვიყენებთ ჩვენ მეხუთე ჯგუფის კრიპტოგრაფიის ალგორითმს, ეს არის Diffie-Hellmanis ალგორითმი. დავიწყოთ პირველი ბრძანება არის crypto ISKMP policy 10. აქ ორი სიტყვით განვიხილოთ რას ნიშნავს ახლა ეს ხაზი. აქ ვიწყებთ უკვე კრიპტოგრაფიის გასაღების წარმოება, ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა შევქმნათ, რომელსაც მივანიჭეთ რიცხვი 10. რას ნიშნავს ახლა ეს რიცხვი 10? ეს არის პრიორიტეტის განსაზღვრელი და პრიორიტეტები იცვლება 1-დან 100-მდე. რაც უფრო დაბალია პრიორიტეტი, რაც უფრო დაბალია რიცხვი, მით უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს და ალბათ ხვდებით ეს პრიორიტეტები იმისთვის არის, რომ რამდენიმე პოლიტიკა შემიძლია გავწეროთ ჩემს როუტერში და პოლიტიკა, რომელსაც უფრო დაბალი რიცხვი ექნება, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ის იქნება პრიორიტეტული ტრაფიკის განსაზღვრისას. ჩართოთ crypto ISKMP policy 10 და ახლა გავაკეთოთ encryption AES 256. რაც აკეთებს ახლა ეს ბრძანება? ეს არის დაშიფრვის მეთოდი, რომელიც გამოიყენებს AES 256 სტანდარტის დაშიფრის ტექნოლოგიას და ეს უზრუნველყოფს მაღალი დონის კრიპტოგრაფიულ დაცვას მონაცემთა გაცვლისას. გავუშვათ ახლა ეს ალგორითმი ჩაირთო და მიუთითოთ, რომ ეს უნდა გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, წინასწარ გაზიარებული გასაღებების პრინციპით უნდა იმუშაოს ამანანო ვიდრე დაიწყება საერთო ჯამში ჩვენი data-ს გადაცემა, მანამდე უნდა მოხდეს უსაფრთხო გზით გასაღებების გადაცემა და ახლა შეკითხვის ნიშნის ქვეშ იქნება ჩვენი როუტერი. კი ბატონო, authentication pressure გავაკეთეთ, მაგრამ რომელი ჯგუფით ან რომელი ტიპის ალგორითმით უნდა გავუშვათ ეს pressure და ეს იქნება ჯგუფი 5 და ჯგუფი 5 განიხილავს Diffie-Hellmanis ჯგუფს, ეს არის საკმაოდ მაღალი დონე, როგორც მახსოვს 1978 წელს მოხდა მისი პირველი იმპლემენტირება და მას შემდეგ უბრალოდ
ბიტების დონე იცვლება, თორე თვითონ ალგორითმი საკმაოდ შეუცვლელია. დავიწყოთ ახლა შემდეგი ეტაპის განხილვა. წინასწარი გასაღებების გაცვლის ალგორითმი უკვე გავაკეთეთ, ახლა უკვე შევქმნათ ძირითადი ფაზა, როდესაც მოხდება უკვე აი ამ დაშიფრული გზისთვის კრიპტოგრაფიული ალგორითმების წარმოება. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის CryptoISAKMP key. აქ ყურადღებით ვიყოთ ახლა რასაც ჩავსვავ და დააკვირდით ვიწყებ უკვე IPsec VPN-ის ISAKMP-ს წარმოებას და აქ მივუთითებ, რომ CryptoISAKMP key ეს არის strong key. აქ რა თქმა უნდა არის პირობითი ჩვენი პასკოდი, შეიძლება იყოს დავუშვათ კახა 1 2 3 4 რაღაც რთული სიტყვა გასაღები უნდა იყოს, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ ტრაფიკის დაშიფრვის დროს. გავუშვათ ეს გასაღები და დავაყენოთ transform set-ი. ეხლა შემოვიდა ამ ბრძანებას და ვეცდები რომ თქვენ გარკვევით გადმოგცეთ, რას ნიშნავს ეს დიდი ბრძანება. CryptoIPsec transform set EC და მერე მოდის ალგორითმები ESP-IS 216 და ESP-SHA-HMAC-ი. და ახლა განვიხილოთ ზუსტად რას ნიშნავს ეს ჩვენი ხაზი. ეს არის IPsec ტრანსფორმაციის სიმრავლის შექმნა, IS 216 ბიტიანი დაშიფრის და SHA-HMAC-ის ჰეშირებით. რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სრულ დაცვას. თვითონ მონაცემთა გადაცემის დროს რაც გამოიყენება, იმაზეა საუბარი, რადგან ჩვენ უკვე პირველი ეტაპი განვიხილეთ, როდესაც უკვე გასაღებები გაცვლილი აქვს აი ამ ჩვენს რაუტერებს. ნუ შეიძლება იყოს სხვა მოწყობილობა, შეიძლება იყოს დაუშვათ firewall-ი ან IP მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია აი ამ კრიპტო გასაღებებზე მუშაობა. აქ გამომჩა მე თქვა, რომ როგორც დააკვირდით, აი 203.113.2 მე მივუთითე წინა ბრძანებაში, რომელიცაც უნდა მოხდეს აი ამ მეზობლის 203.113-ის აუთენტიფიკაცია. ნახეთ, ეს არის marginal router-ის გარე ინტერფეისი. გავაგრძელოთ მუშაობა. ეხლა შევქმნათ CryptoMAFI, რომელსაც დავარქმევთ სახელს. ეს არის ჩვენს მიერ განხილული პოლისი, რომელი პოლისი უნდა გადააფინოს CryptoMAFS-ზე და რომელი ალგორითმი უნდა გამოიყენოს ამ CryptoMAFS-ი. აქ ექნება დროებითი შეცდომა, პრინციპში შეცდომაც არ არის, უბრალოდ იქნება გაფრთხილება, რომ ჯერჯერობით access list-ი კონფიგურირებული არ არის. ეს არ წარმოადგენს პრობლემას, ჩვენ access list შევქმნით და შესაბამისად access list-სა და მერე ინტერფეისს გადავაფენთ ჩვენს მიერ შექმნილ აი ამ ალგორითმებს. რაც შეეხება CryptoMAFS, აი ამაზეა საუბარი, რომელსაც მე კახამაფი დავარქვი ხელი, ეს თავისებური კონტეინერია, რომელშიც ეს ჩვენი გასაღებები და ეს ჩვენი ალგორითმები ჩავყარეთ. ეხლა დავუნიშნოთ ამ რაუტერს აი ამ VPN-ის მეწყვილე, ეს მეწყვილი რა თქმა უნდა არის ქსელში ახი, ამ აი ამ marginal router-ის VPN მეწყვილი არის, მარცხენა რაუტერის VPN მეწყვილი არის, marginal router-ის გარე ინტერფეისი 203.113.2 და ზუსტად ეს ბრძანება გავუშვათ set peer 203.113.2, რა თქმა უნდა დავნიშნეთ მეწყვილე და ტრანსფორმაციის სეტი დავუნიშნოთ ის, რომელიც ზევით შევქმნით. დააკვირდით აი ამ ბრძანებაზე set transform set და რა თქმა უნდა TS. დააკვირდით ეს transform set-ი დავუნიშნე ჩვენს მეწყვილეს. match address და VPN traffic დავარქვათ აი ამ ჩვენს VPN traffic-ს. VPN-ის კონფიგურაცია მოწყობილია. ეხლა იმისთვის რომ ამან გამართულად იმუშაოს და აი ეს პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც წეგან შენიშვნის სახით მოგვაწოდა ჩვენმა რაუტერმა, შევქმნათ access list-ები, IP access list-ები, IP route უკვე გაწერილი გვაქვს exit, access list, ASAT, permit და უნდა მივუთითოთ ის ქსელები, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს აი ამ ჩვენი ტრაფიკის გატარებაზე. ეს არის ქსელი 192.168.1.0 და 192.168.2.0. რა თქმა უნდა, თავისი wildcard mask-ით ამას ყურადღება მიაქციეთ. access list-ებში გამოიყენება არა subnet-ი, არამედ wildcard mask-ა. გავაკეთოთ access list-ი.
access list-ი შექმნილია, მარშრუტიზაცია დანიშნული გვაქვს. ეხლა შევიდეთ იმ გარე ინტერფეისზე, ინტერფეის gigabit 000 და გადავაფინოთ ეს ჩვენი შექმნილი კონტეინერი, რომ ამ ინტერფეისმა გამოიყენოს ეს ჩვენი პირველი და მეორე ფაზა VPN ტრაფიკის დაშიფვრის crypto map და აქ ქონდა გახაც deficit map. რა თქმა უნდა, ყველაფერი გიგზია, ორივე ფაზა წარმატებით ჩაირთო და IPsec ISAK-MP-ც ჩაირთო, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ დონეზე მარცხენა რაუტერის კონფიგურაციას მოვრჩი. ეხლა ძალიან ჩქარა გადაველი მარჯვენა რაუტერის კონფიგურაციასაც VPN-ის დონეზე და მაშინვე მივხვდებით, რომ რადგან ორივე მხარეს ISAK-MP-ის ალგორითმები წარმატებით დაისტარტა, ჩვენ შეგვიძლია უკვე გამოვიყენოთ VPN კავშირი აი ამ ორ მეზობელ ქსელს შორის. აქაც შევქმნათ crypto ISAK-MP policy 10, დავნიშნოთ ISO 216 კრიპტაცია. აქ ზედმეტი არ გვინდა, კი ბატონო. მივუთითოთ, რომ ეს არის pressure აუთენტიფიკაცია. დავნიშნოთ DP-Hellman-ის ჯგუფი, ანუ ჯგუფი 5. გავიდეთ ახლა ამ ISAK-MP-ის კონფიგურაციიდან და დავიწყოთ გასაღების წარმოება, რომელიც უნდა გამოიყენოს მეწყვილე აუთენტიფიკაციისთვის. ეს არის იგივე გასაღები მივუთითე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უბრალოდ სიტყვა გასაღები, ეს ბრძანების ნაწილი არ არის, ეს არის ბრძანების არგუმენტი და შეიძლება იყოს რამე რთული სიტყვა. მივუთითეთ გასაღები, შევქმნათ ტრანსფორმატიის transform set-ი TS-ის სახით. როგორც ხედავთ, ზედა ბრძანებაში უკვე მარცხენა რაუტერის გარე ინტერფეისი მივუთითე. Transform set-ზე კრიპტაციის ალგორითმები დავნიშნეთ, ეხლა გავუშვათ cryptomap-ი და მასზე გადავაფინოთ ჩვენი policy 10. აქაც იგივე შენიშვნა არის, ეს შეცდომა არ არის, უბრალოდ შენიშვნაა და მაშინვე გამოსწორდება, რომელიც როდესაც მე აი ამ რაუტერზე გავწერ access lists. შევქმნათ მარჯვენა რაუტერისთვის VPN მეწყვილე, ეს არის მარცხენა რაუტერის გარე ინტერფეისი. ამ დავნიშნოთ transform set-ი, რომელიც ზევით დავაგენერირეთ TS-ი და match address VPN ტრაფიკი გავწეროთ ამ რაუტერზეც. ყველაფერი იგზია. ეხლა შევქმნათ access list-ი, იგივე პრინციპით, აქ ორივე მეზობელი უნდა იყოს. ორივე მეზობლის შიდა ქსელები მივუთითოთ access list-ში, თავიანთი wildcard mask-ით. და ეხლა უნდა შევიდეთ მარჯვენა რაუტერის გარე ინტერფეისზე და გადავაფინოთ ეს ჩვენს მიერ შექმნილი კონტეინერი 5 cryptomap-ი, რომელსაც დავარქმით კახა map-ი. შევიდეთ ინტერფეის gigabit 000 crypto map. ყველაფერი იგზია, კონფიგურაცია უნდა შევინახოთ, რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, აქაც ISAK-MP ჩაირთო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რაუტერები მზად არის, რომ VPN ტრაფიკი გაატაროს ამ ორ office შორის, რომელიც ჩვენ access list-ში გავუწერეთ. ეხლა ეს არის, რა თქმა უნდა, სტანდარტული უსაფრთხოების ნორმა, რაც ეხლა გავაკეთე, რა თქმა უნდა, შეიძლება უსაფრთხოების გაზრდა ეს პირველ რიგში უფრო რთული PHRKX გამოყენება, ISO 216-ის ნაცვლად გამოვიყენოთ SHA-256, ISO 216. რაც შეეხება IPsec-ის კონფიგურაციაში, შეგვიძლია დავამატოთ perfect forward secrecy, ეს გაართულებს უკვე IPsec-ის დაშიფვრის ალგორითმს, აგრეთვე შევზღუდოთ ჩვენი იმ სიტყვა გასაღების გამოყენების პერიოდი, რომელიც აი მე ზევით დავნიშნე. რა თქმა უნდა, ამას ნელ-ნელა მე განვიხილავ სხვა ვიდეოებში, ახლა უბრალოდ ეს არის სტანდარტულად კარგად მომუშავე, გამოსტილი კონფიგურაცია, რომელსაც ხშირად ვიყენებთ და თქვენ შეგიძლიათ
გამოიყენოთ. შეკითხვები თუ გექნებათ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიპასუხებთ, მომწერეთ, მითითებული მაქვს კონფიგურაცია და თქვენს მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციის შესაბამისად შემიძლია უკვე ახალი ვიდეო შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა.